მოსკოვში ეკოლოგიური კატასტროფა არის. აი ახლა დღის 15 საათზე იქ უკვე ღამე არის. ღამე არის იმის გამო, რომ ნავთობტერმინალის აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა ჭვარტლმა ცა შავი ღრუბლით დაფარა. აქ რა ასოციაციები უნდა გაგიჩნდეს, გორსო ბომბავდნენ გახსოვთ, ხო, იქაურობა რომ გადაშავებული იყო კვამლით. აგვისტოს ორს გულისხმობ. ასე არის, კარმა ასე იცის, უკან დაბრუნდა. უკრაინის ქალაქების და ბომბის შედეგად გამოწვეული უბედურება ახლა შიგ მოსკოვში ტრიალებს. კოცებო, შეხედეთ დღეს მოსკოვს, აი ეს არის თქვენი მოსკვა. თქვენი დედა რუსეთის დღევანდელი მდგომარეობა არის ეს. ჩაყვებით საფლავში პუტინს. პუტინზე ცალკე უნდა ითქვას კიდევ. დღეს კიდევ ერთხელ და უფრო ალბათ ყველაზე ჭერმეტყველურად დადასტურდა რუსეთის მოქალაქეებისათვის, ვინც ამას უყურებს და თვითონ მოსკოვში ახლა 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და უყურებენ ცას, ხო? სადაც მზე არ ჩანს და ღამეა. და ისინი ხვდებიან და უფრო რწმუნდებიან, რომ ცოცხალი პუტინი რუსეთის კატასტროფას ნიშნავს. ანუ რუსეთმა რომ თავი გადაერჩინოს და დაასრულოს ომი და დაისადგუროს იქ მშვიდობა, ამისათვის საჭიროა ერთადერთი ადამიანის, პუტინის ლიკვიდაცია. და მე გარწმუნებ თქვენ, რომ კრემლში ამაზე უკვე ფიქრობენ. და რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ახლოვდება ის მომენტი, როდესაც პუტინს ან პოლონიუმის ჩაის შეასხამენ ტრაქში. მის სავარელი ჩაია სხვადასხვა პოლონიუმი. ან კიდევ სადღაც რომელიღაც ტუალეტის უნიტაზში ჩაახრჩობენ. პუტინის სიცოცხლე გახვერტილ შაურადაც არ ღირს, რასაც ვულოცავ ქოცებს და სრულიად საქართველოსაც. გააზიარეთ ეს ვიდეო ბევრმა ადამიანმა ნახოს.